მაგას ამენაირად დაძინებს და წარმატებას გისურვებთ. მშრალი პარტელია. პარტელიანები რაღაცას. რა შეგვიძლია როგორ არის ეს? ყველა ცვლილება იქნება პედაგოგისთვის სასიკეთო. აქეთკენ რა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს 25 წლიანი მოკლედ გაურკვევლობა დამთავრდა და ეხლა შევძლებთ, რომ მოკლედ თავარ საკითხებზე დავკონცენტრირდეთ. როცა დასწრება თავისუფალია, ვინც არ უნდა ასწავლიდეს და როგორი პიროვნებაც არ უნდა ასწავლიდეს, ჩვენი დონე ჯერ იქობამდე არ არის დასული, რომ ბავშვი ადგეს და დაუჯდეს მას. ეს თავისუფალი დასწრება და აქცენტი იქნება დაწინაურების შემთხვევაში მარტო საგანძო. ძალიან ბევრი სირთულეა სამწუხაროდ ესეა სკოლებში, გამოვყოფთ ესენი მასწავლებლის პრესტიჟის საკითხს, რომელიც არის სუპერკრიტიკული. ჩვენ თუ ვერ შევძლებთ, რომ მასწავლებლის პრესტიჟი დავაბრუნოთ ჯეროვან დონეზე, სხვა პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ. სასწავლო გეგმა, საათების განაწილება, საკითხების ზოგან გადატვირთულია, ზოგან არასაკმარისად დატვირთულია. ეხლა აქ გქონდა საუბარი ამ სკოლაში ზედა კლასელების, მე-11 და მე-12 კლასელების მოტივაციაზე და დატვირთვაზე. უბრალოდ ძალიან ბევრი სამუშაოა. და წინმიდის ცხოვრება ჩვენი სკოლის საჭიროება წინმიდის ადრე თუ ძირითადი პრობლემა იყო სახურავი და პანჯარა, ეხლა უფრო სიღრმისეული ისინი გვაქვს შინაარსობრივი საკითხები. ყოველ შემთხვევაში წინ მივდივართ ნამდვილად და ძალიან ვარო ამას. მინისტრის ყოველ კომენტარში, ყოველ გამოსვლაში იგრძნობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხარდაჭერა და ჩვენ გვჯერა, რომ ის რა პრობლემაც პედაგოგებმა დასახეს, უთხრეს, ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად გადაიჭრება. ამის დიდი იმედი გვაქვს.